უზო მუშაობს გაჟონვაზე. ნებისმიერ შემთხვევაში ის აღმოაჩენს ქსელიდან დენის გაჟონვას და გათიშავს. მაგრამ უზოს აქვს ტიპ ამომრჩეველთან შედარებით ნაკლები ფუნქციები. თუმცა ტიპ ამომრჩეველიც და უზოც ერთ საქმეს ემსახურება. ორივე არის გაჟონვის რელი. გაჟონვის ამომრჩეველი. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რაც უნდა ვიცოდეთ. დატვირთვა და დამოკლება. საუბრობთ ჯერ უზოს აღნიშვნაზე და რა განსხვავებაა ტიპ ამომრჩეველის აღნიშვნას შორის. უზოს ეწოდება ელექტრომექანიკური გაჟონვის რელი და ის აღინიშნება RCCB. მას აქვს ტესტ ღილაკი აღნიშვნაზე, ფაზური და ნეიტრალური დენის შემცვლელზე და გამოსვლელზე აუცილებლად ფაზური და ნეიტრალური დენი. ასევე არის ესეთი აღნიშვნა, რომელიც არის დიფერენციალური ტრანსფორმატორი, რომელიც ორივე შემთხვევაში არის ტიპის და უზოს შემთხვევაში, ასევე აქვს პოლარიზებული რელე და ამორთვის მექანიზმი. ტესტ ღილაკი იმისთვის აქვს მას, რომ პერიოდულად მოხდეს შემოწმება, აი ამ ტესტ ღილაკზე საუბარი, პერიოდულად მოხდეს შემოწმება თვეში ორჯერ ან ორ თვეში, რადგან დარწმუნებული ვიყოთ, მუშაობს თუ არა. ნებისმიერი ელექტრომოწყობილობა გამოდის წყობიდან და ის საჭიროებს პერიოდულ შემოწმებას. უზო ნებისმიერ შემთხვევაში თიშავს ქსელს. ის არ საჭიროებს ნეიტრალური დენის მხარდაჭერას ქსელის გათიშვისთვის. განსხვავებით ელექტრული დიფერენციალური ამომრჩეველისა, რაზეც შემდგომ ვისაუბრებთ. როდესაც გაწყდება ნეიტრალური დენი და ფაზური დენი გადავა ელექტრომოწყობილობის კორპუსზე ან წყალზე, არ აქვს მნიშვნელობა, დიფერენციალური, ზუსტად დიფერენციალური ტრანსფორმატორის გრანულებში პოლარიზებული რელი აღმოაჩენს ამ გაჟონვას და გასცემს ბრძანებას ამომრჩეველზე, ამორთვის მექანიზმზე და ის გათიშავს ქსელს. ეს არის აღნიშვნა უზოსი, მაგრამ რა ხდება და რა განსხვავება არის ტიპ ამომრჩეველის აღნიშვნასა და უზოს აღნიშვნას შორის? აქ, როდესაც ჩვენ გადავართ ტიპ ამომრჩეველზე, ტიპ ამომრჩეველი, ანუ RCBO. ეს არის ტიპ ამომრჩეველის სახელწოდება და ის მუშაობს უზოსგან განსხვავებით. დამოკლებაზე, გადატვირთვაზე და გაჟონვაზე. როდესაც ტიპ ამომრჩეველში კომბინირებულად არის მოწყობილი, ჩაშენებული ეს ორი ფუნქცია, დამოკლება ხდება ესეთი დამატებითი აღნიშვნა, აი ესეთი ფორმით, აი ამ ადგილას. რომელიც ნიშნავს ავტომატურ ამომრჩეველს, პირობითად ვთქვათ CB ან MCB. ორივე მუშაობს, უმეტესად ჯობესია CB მუშაობს ელექტროენერგიის დამოკლებაზე და გადატვირთვაზე. რა ხდება დამოკლების დროს? დამოკლება არის, როდესაც ფაზური და ნეიტრალური დენი პირდაპირ წინაღობის გარეშე ერთმანეთს ეჯახება, ამ შემთხვევაში აფეთქება მოხდება, სანამ აფეთქება მოხდება გათიშავს ქსელს, ხოლო გადატვირთვა არის, როდესაც ზედმეტი ენერგიის მოხმარება ხდება და ნომინალურ ზღვარს როგორც კი მიაღწევს, რაც იქნება ამომრჩეველზე პირობითად 32 ამპერი, 32 ამპერს როგორც კი გადააჭარბებს, ის გათიშავს ქსელს. უზოსა და ტიპ ამომრჩეველს შორის უმნიშვნელოვანესი განსხვავება ის ყოფილა, რომ დიფერენციალური ამომრჩეველი იგივე პრინციპით მუშაობს, რაზეც მუშაობს უზო, მაგრამ მას აქვს დამატებითი ავტომატური ამომრჩეველის ფუნქცია.
როდესაც ჩვენ ერთი ამომთველის, ერთი უზოს ან ერთი დიდ ამომთველის მიდად ვართ და დამატებით ამომთველები არ ვიყენია, მაშინ აუცილებლად გვჭირდება დიდ ამომთველი, რადგან ის დაგვიცავს სხვა პრობლემებისგან. მაგრამ თუ მარტო უზოს დავაყენებთ, აუცილებლად ფაზურ დენზე ცალკე ამომთველები დაგვჭირდება, რომლებიც უკვე დაგვიცავენ გადატვირთვისგან და დამამთვლებისგან. ეხლა არის კიდევ მესამე ვარიანტი, ეს არის ელექტრული დიფერენციალური ამომთველი, რომელიც ბევრ ქვეყანაში ფაქტიურად აკრძალული არის. მას ძალიან ბევრი ნაკლებობა აქვს დიდ ამომთველთან შედარებით და თუნდაც უზოსთანაც. ის კონკრეტულად მუშაობს ფაზური და ნეიტრალური დენის არსებობის შემთხვევაში, რომელიმე მათგანი თუ გაწყდა ის არ იმუშავებს.